გამარჯობა. თუ ამ ვიდეოს უყურებ, ესე იგი მოსამართლე ცაცუამ ციხეში გამიშვა ტროტუარზე დგომის გამო. დიახ, თან უბრალო ტროტუარზე არა, იმ ტროტუარზე, სადაც 9 აპრილის მემორიალი დგას. იმ ტროტუარზე, სადაც 9 აპრილს დახოცეს ქართველი პატრიოტები. ვინ იფიქრებდა, რომ გაივლიდა წლები და ამ ფასად თავისუფლება მოპოვებულ საქართველოში თავისუფალი სიტყვის მცველებს ისევ დაიჯერდა. მეგობრებო, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს მხოლოდ კონსტიტუციის ან რაიმე კანონის უზენაესობის დარღვევა არ არის. ეს არაქართული საქციელიცაა ამასთან ერთად. თქვენ ხომ იცით, რომ ქართველებს მსგავსი საქციელები უბრალოდ არ შეგვშვენის. მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც საქართველო ერთადერთი სამშობლოა. დაფიქრდით, როცა ქართველობით ამაყობთ ხოლმე, პირველ რიგში ვინ გახსენდებათ? და თუ ნამდვილად ისინი გახსენდებათ, ვინც ეს ქვეყანა აქამდე ყველაფრის ფასად მოიტანა, მაშინ რატომ ვითმენთ სულით მონებისა და არარაობების მმართველობას? მე კი ამ სასჯელს, რა თქმა უნდა, ღირსეულად მივიღებ. ერთი წამით არ ვინანებ იმას თუ რას ვაკეთებდი და ამ დროს გამოვიყენებ იმაზე ფიქრში, თუ მომავალში უფრო მეტი რა და როგორ გავაკეთო. გაუმარჯოს საქართველოს რესპუბლიკას, გაუმარჯოს თავისუფლებას და გაუმარჯოს ქართველ ერს.